მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და ტელემაყურებლებო. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. და მერვასილარი მომაგებინა. ამასაც ტაში უნდა მეგობრებო. ასევე გილოცავთ იმ ფაქტს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი მეგრული გოლი გავიდა როგორც იქნა. დიახ. იცინე შენ ჩემო პატა და კვარამ გაიტანა მთავარი გოლი. დიახ. მართალია მეოთხე, მაგრამ 3-0-ზე კიდე ქონდათ იმედი და მეოთხემ საერთოდ მოუკლა შანსები მეტოქე. კი ბატონო, თუ დააკვირდი, რამდენი რეკორდი მოიხსნა იმ დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ამ ხელა სხვაობით არავის არ მოუგია. ეს ერთი. ჩემპიონთა ლიგაში ქართულ საქადმეგული არ გაუტანია. ეს ორი. და PSG-ისთვის ამდენ ქართველს არასდროს უგულშემატკივრია. ესეც 3. ფრანგები წლების განმავლობაში ელოდნენ ამ გამარჯვებას და ისე გაუხარდათ, რომ სულ დაანგრიეს პარიზი. რომის გუნდს მაინც მოეგო, არ დაეტყობოდა. მართლა რა მაგარია კვარა. იტალიაში კვარადონას ეძახიან. ახლა ალბათ საფრანგეთში ხვიჩაელ პლატინის ან კვიდანსში არქმევენ. და ფეხბურთის ახალი მეფე რო გახდეს, ხვიჩიტოს, კვანტეს, დონასიმენტოს დაუძახებენ ალბათ. და კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი, საქართველოს პრეზიდენტი ხვიჩას წმინდა გიორგის სახელობის ორდენით დააჯილდოვებს. აიც რამდენს ნიშნავს პრეზიდენტი რო ყოფილი ფეხბურთელია. იმედია კვარას ამ საჩუქარს არ აკმარებენ და გელა ბარკალაია ახალ ნარდ საჩუქებს. დაველოდოთ მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენ შოუში დოლგარმოზე უღრავს და გეიბის განწყობაზე გვაღენებს გზავრები და გიორგი შოშიტაშვილი. კარგი ხარ, რადგან ფეხბურთით დავიწყეთ, ვთქვათ, რომ ჩვენს ნაკრებს ამხანაგური მატჩები აქვს. დღეს გვქონდა ფარერებთან თბილისში და 8 ივნის გვაქვს კაბო-ვერდესთან ქუთაისში. ხედავთ, რამ ხელაზე წავედით. უკვე ფარერებს და კაბო-ვერდესაც ხვდებით. კარგია, ამ გუნდებთან თამაში საფეხბურთო გაკვეთილიც იქნება და გეოგრაფიულიც. სადაა ეს ქვეყნები? გავიგეთ ბოლო-ბოლო. უბრალოდ რო ვთქვათ, ფარერებთან ამხანაგური და კაბო-ვერდესთან ზვაკაცური. რადგან თამაში ქუთაისშია. კაბო-ვერდეს პირველად ვხვდებით. კი არა ფეხბურთს თუ თამაშობდნენ, მე მაგალითად ეგეც არ ვიცი. შეიძლება მე არ უნდა მცოდოდა, მაგრამ რავი, ვინც ფეხბურთი იცის, თქვენ თუ იცოდით, კარგია. მეცაც გეტყვი ჩემო პატა, მე საერთოდ მედიკამენტი მეგონა კაბო-ვერდე. მოკლედ, ისეთ გუნდებს ვეთამაშებით, მარტო მამარდაშვილიც რო გავიდეს მოედანზე, ესენი გოლის გამტარები არ არიან. კაბო-ვერდელებმა მოვიგებთ თუ წავაგებთ, მნიშვნელობა არ აქვს. თავარია დედამიწის ცენტრს ქუთაისს ხო დავათვალიერებთ და ცრემლებით ითვალებიდან. ასეთი გუნდები იცით რატო ჩამოყავთ? იცი შენ? არ ვიცი. ბილეთები რო იშოვო ადვილად. აბა, აი გუნდებზე აკრობენ ეგრევე და აქ ერხა ხალხს რო რაღაცა პატარა გააკეთეს. ლოგიკურია ჩემო პატა, კი ბატონო, ამასობაში ევროპის ჩემპიონატი იწყება შვედეთში. მოიჩე კაცო, ევროპის ჩემპიონატი შაშენარიყო. ფეხბურთში არა კაცო, შვედეთი ტრადიციულად ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს სექსში. კარგია. მიყვარს ეს სპორტი. რაც შენზე ხარ დამოკიდებული ბოლომდე. მან ვაიც ვერ იტყვი, საჭმა წავაგებიდაო და კაია რა. ხო, თან ეს ერთადერთი სპორტია, სადაც დამარცხებული არ არსებობს. კი ბატონო. აი ხა რა იცი ჩვენ ხუმრობთ და 2016 წელს შექმნილა ამ სპორტის ფედერაცია. ნეტა ჩვენთან თუ ყავს წარმომადგენლობა, როგორ მაინტერესებს. კი, და სადაა თუ იცი? სად? აი მასაჟის სალონი რო აწერია გარედან. რომ მიხვალ უნდა იკითხოს სულ სადა. კარგია.
რო ერკვევი შენ სპორტში. მაშინ ისიც გეცოდინება ფეხბურთში გამარჯვებულს ოქროს ბუს ჩუქნიან და მანდ რა ჩუქნიან ოქროს რას? აბა შენი აზრი. კაჟდია რა. ხო, რა ჩუქნიან არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთი შანსი გვეძლება. შარშან მეოთხედ ფინალიდან რო გამოვარდით და უნდა გამოვასწორ. ბატონო გამოვარ. აბა რა ვქერით. მე უნდა მივიღო მონაწილე. რო საერთოდ აღარ მიგვაღებინა. წელს თურმე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ამ ჩემპიონატში არ მონაწილეობენ. არ გვცალია მე და შენ დავიწავიდო და დიახ, უფრო როგორ გითხარ, სხვა ქვეყნის სახელით გამოდიან. სექსებში მაგრები ვართ, მაგრამ მორცხვი. სანამ გაირკვევა. არა და კაი სექსი, კაი ადგილი და მე მილიონი, რა ვარ. აბა. ჩემპიონებს ხო მილიონი მოცლება რა. წავიდეთ ორივე და რო შევენაცვლოთ, გავიყოთ მილიონს. კარგი გავაგზავნოთ. გავაგზავნოთ, ვფიქრობ ბილეთსად ვიყიდო. მიდი. სანამ გაირკვევა ტურნირის რეგლამენტი, მანამდე კიდევ ერთ კვლევას გაგაცნობთ. თურმე ტყეში გატარებული 20 წუთი სტრესს ამცირებს. კი, მაგრამ გელი გჭამს და შეგიმცირდება ხდეს გაგიქრება. კარგია, ტყეში გატარებული 20 წუთს შვედეთში გატარებული 5 წუთი მირჩენია მე მაინც. თან ტურნირზე ხარ მთლად მაგარი. აი, კარგი, ესმის. ხედავ რას დავაგვირდი, მათ აი ისი, იმიტომ რომ სოკო ბედნიერი არის ზოლი. ეცი რო ამოდის. სად გინახავ დეპრესიული სოკო მითხარი თვითონ, სად დასტრესი. ეგრეა, კი, ნამდვილად. ამ გელი გინახავთ ფსიქოლოგთან როდესმე? მე არა. ანუ ტყეში სეირნობა მართლა ამცირებს სტრესს, ხოლო დათვი თუ გამოგეკიდა ადრენალინის წევს ზევით. კარგი. ეგეც კარგია. თავარი არ უნდა დაგეწიოს ეს დათვი. კი ბატონო, მაგრამ სად მეძებო ახლა ტყე სტრესის მოსახსნელად? აი სად არის? რატო მაგალითად საბადურის ტყე ხო აქვია? და მე იქიდან სტრეს მოხსნილზე რომ გლდანის საცობში უნდა ვიდგე დიდ ღმამდე 3 საათი, არ დავისტრესები თავიდან. კარგი, კი ბატონო, მაშინ შეგიცვლი თემას. შეცვალე. დაგსტრესო გინდა? აღარ მინდა. შენ ხო ძალიან გიყვარს ფრენა. მე კი გიждები, რა კარგია. ოდა შემდეგი თემა ფრენაზია. ტოკიოდან ჰიუსტონისკენ მიმავალ რეისზე გზავრმა კარის გაღებას სცადა და ამის გამო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. უცებ მარშრუტკაში ეგონა თავიდან ჩადიოდა, რა ვიცი, რატო ეცა? მგონია მართლა მარშრუტკაში ეგონა თავი. პილოტისთვის დაუძახებია რო გადახვალ გააჩერეო, მაგრამ პილოტს ვერ გაუგონია და ეს ეცადგა და დაიჯაჯბურა კარი. მე როგორ შეიძლება? აი შეიძლება აფრენი თვითმფრინავზე კარის გაღება? ამ ხელა კაცმა, როგორ არიცი ეს რისთვის აქვს პანჯარა? ნუ თუ მაინც შეაღე კაცი. ცადეო უთქვამს, მაგრამ პანჯარა არ იწეოდაო. თორე ცარიელი ჭიქის გადაგდება მინდოდაო, თან ცოტა ჩაიხუთა და ვიფიქრე გავანიარო თან. ცუდად გავხდი რომ წარმოვიდგინე ჩახუთული ჰაერი თვითმფრინავში. ალბათ ამ ფაქტის შემდეგ ბორტ გამცილებლების ჟესტიკულაციაში დაემატა ეს მოძრაობა. და ბოლოს ყველაზე გემრიელი თემა მოვიტოვეთ. აბა მიდი. 1 ივნისი რუსთავი 2-ის დაბადების დღე იყო და არის. ჩვენი მშობლიური ტელევიზია 31 წლის გახდა. ამიტომ ვლოცავთ კიდევ ერთხელ რუსთავი 2. მე მიგულოცავ ჯერ, შენზე ადრე მე მოვედი რუსთავიაში. რა მოხვედი ჩემზე ადრე. მე რო აქ მოვედი, მაშინ დაბადების დღეს ბავშვთა გასართობს ცენტრში იხდი და ხოლმე რუსთავი 2. მაშინ შემიულეთ და საჩუქარი ჩერნი იყოს. საჩუქარს რო გამახსენებ, ვერაფერი ვერ შევარჩიე ჯერ. არა და არ მაქვს საშუალება თქო, მაგასაც ვერ ვამბობ. მაინც და მაინც პირველში გვერდისხება ხელფას. შენ თუ ულოცავ, მიულოცე, ნუ წუწუნებ ახლა. რა ხდება იცი ჩემო ბატა? ისმენ? ჩვენ რუსთავი 2-ისთვის მილოცვაც შეგვიძლია და თან მამდობის გადახდაც. ამიტომ ჩვენგან მილოცვა შეიძლება ასე ჟღერდეს. რუსთავი 2-ს ვილოცავთ დაბადების დღეს, ვისურვებთ კარგ რეიტინგებს და წინსვლას. მეც ვულოცავ რუსთავი 2-ს დაბადების დღეს და მეც ვისურვებ რუსთავი 2-ვით სტაბილურობას, პაატა და ნიკა შოუს განწყობას, დათის სილაღეს და კურიერივით ხელფას ყოველ სამსაათში.
ეს მომეწონა. მოკლედ რუსთავი 2 ჩვენი ოჯახია და ყველაფერი მომწონს ამ ტელევიზიის. ადგილმდებარეობაც, შენობაც და დათო კაკულია. სხვათა შორის ეს კორპორატიული საღამო ძალიან კარგი იყო. და რო არ ყოფილა საღამო როგორ იყო ძალიან კარგი. ხო და ეგ მომეწონა სწორედ. მეორე დღეს პახმენაზე რო არ ვიყავით. აი სხვათა შორის ჩვენ პატარა სიურპრიზი მოუგზადეთ რუსთავი 2-ს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზეთ. მანამდე კი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 1 ივნისი ასევე იყო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ულოცავთ კიდევ ერთხელ პატარებს ამ დღეს. უფრო სწორად რუსთავი 2-ებს ულოცავთ რუსთავი 2-ის დაბადების დღეს. ბავშვებს ულოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს და დათი შოუს ორივეს ერთად. მანამდე კი შეგახსენეთ, რომ ჩვენ შოუში დოლგარმანზე უგრავს და გეიბის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. კარგი ხარ. იქუშ მოდი დაუბრუნდეთ ყვარას ბრწყინვალე გამარჯვებას და აი თავაზობ გვერდში დაუდგეთ ჩვენს ვარსკვლავ ბიჭუნას. რა მაგარ ხასიათზე დააყენა სრულიად საქართველოს. აბა, მაგრამ რანაირად დაუდგეთ გვერდში? აი ერთი რამე სიმღერა ვუმღეროთ რა, არ დაიმსახურა? ვუმღეროთ კი ბატონო. მე მეგონა პასის გაკეთებას ვთხოვდი და მაგითო დავიბედი უცებ ახლა. არა. მოკლედ ვუმღეროთ ყვარას სიმღერა ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც დაფუძნებულია ფრანგულ მეგრულ მოტივებზე. წავიდა!